პერიოდი, რომლის შესახებაც ჩვენ ახლა ვიწყებთ ლაპარაკს, საკუთრივ მოდერნიზმის ეპოქა. თანამედროვე ფრანგი ფილოსოფოსი გარდაცვლილი ალენ ბაჯიუ ამ პერიოდს უწოდებს დაახლოებით 1919 საუკუნის სადღაც ესე 10-იანი წლებიდან თუ არ ვცდები, სადღაც მე-20 საუკუნის 70-იან წლებამდე, ამ 150-160 წელიწადს უწოდებს პოეტების ეპოქას. პოეტების ეპოქას, როდესაც პოეტი იღებს თავის თავზე ისეთ ფუნქციას, ან მას რაღაცნაირად ინიჭება რამდენიმე მიზეზის გამო ისეთი ფუნქცია, რომელიც ადრე ენიჭებოდათ წინასწარმეტყველებს და ვიზიონერებს. და მართლაც აი ძალიან ისე მარტივად გასაგები რო იყოს, დავიწყოთ ჩვენი ეროვნული გამოცდილებიდან ლიტერატურული, გავხსენოთ ილიას აკაკის და ვაჟას პირობითად სამი წინასწარმეტყველი, ილია მეცამნიშნავს და ერი მზრდის ზეციერი მიწიერსა, ღმერთთან მისთვის ლაპარაკობ, რომ წარუძღვე წინაერსა, ესე იგი წინასწარმეტყველის ფუნქცია, ოღონდ უნდა კარგად გავიაზროთ, რომ ილიას შემთხვევაში ეს არის, რა თქმა უნდა, მეტაფორა სოციალური და პოლიტიკური, თქვა ასე, public intellectuals, რასაც ეძახიან დღეს, საჯარო ინტელექტუალის ფუნქცია. თან ეროვნული გამოღვიძების ნაციონალიზმის ეპოქაში. ძალიან საინტერესოა აკაკი, რომელიც არის ვარიაცია იმავე თემაზე, რომელიც ამბობს, რომ ხან მიწისა ვარ, ხან ცისა, ხან არც cis არის, ხან არც მიწის და არის შუამავალი. მაგრამ შუამავალიც არის ზუსტად ასევე ფუნქცია. აკაკისთან ცოტა ისე არის, უფრო ესე ვიტყოდი, რომ ერთი მხრივ თითქოს ეს სოციალური როლიც არის, მაგრამ ამავე დროს შეიძლება კიდე სხვა რამეც არის. ძალიან საინტერესოა ვაჟა, რომელიც რა თქმა უნდა ყველაზე რთული შემთხვევაა, იმიტომ რომ აქ არის აშკარად მინიშნება ბიბლიურ არქეტიპზე, მოსე და ქრისტე. თასვი ყომწელვალზე თვიდექ, ხო? მე მაღლიდან დაბლა ჩამოსვლა. აი, აქ უკვე არის რაღაც გარკვეული ტრანსცენდენტური მომენტი. ესეთი მისტიკური ვიზიონის მომენტი და ამ თვალსაზრისით შეიძლება ითქვას, რომ ვაჟა აცოცხლებს გარკვეული აზრით აი ამ ძველ ფუნქციას მისტიკური ტრანსცენდენტური ფუნქცია წინასწარმეტყველის, ოღონდ აი ამ პოეტურ გარდატეხაში. ევროპულ პოეზიაში შეგვიძლია დავასახელოთ და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ოღონდ ეხლა რატომ? ერთი რაღაცა უნდა გავითვალისწინოთ, რომ ეხლა ვიზაც მე მექნება ლაპარაკი, თითქმის ყველა კულტურაში, გარდა ფრანგულისა, თითქმის ყველა ტრადიციაში, ის ცნობილია თავისი პროზაული ნაწარმოებებით. და პირველ რიგში ის არის პროზაიკოსი, რომელმაც შექმნა მე-19 და მე-20 საუკუნისთვის და მთელი ევროპული კულტურისთვის ძალიან მნიშვნელოვანი პერსონაჟები, არქეტიპული პერსონაჟები და გარკვეული ტიპი რომანის, რომელიც არის ძალიან მნიშვნელოვანი. ეს არის ვიქტორ ჰიუგო. ჰიუგო
ნუ თავის პარის ღვთისმშობლის ტაძარი, შემდეგ მიზერაბლ, რომლებიც ქართულად ითარგმნება როგორც საბრალონი, ესე არ თარგმნილი, კაცი რომელიც ციცინის უფრო მანამდე, მე მიზერაბლ, თუ პირიქით ახლა ეს და ბოლოს 93 წელი. მაგრამ ფრანგული პოეზიისთვის ეს უპირველეს ყოვლისა არის დიდი ფრანგი პოეტი. და მე ესე ვიტყოდი, რომ სადღაც 90-იან წლებამდე ჰიუგო ითვლებოდა მთავარ ნაციონალურ პოეტად. დაახლოებით ისე როგორც ჩვენთან იქცა გალაქტიონი. ნუ ჩვენ ცოტა ფრანგებზე უფრო ძველი სიტყვიერება გვაქვს და ლიტერატურა. პირველი ტექსტები მოგეხსენებათ თარიღდება მე-15 საუკუნეებით, ხო? ფრანგული ლიტერატურა ესეთი საკუთრივი გაგებით თუ დავიწყებთ სიმღერა როლანდზე აქედან ანტროვერებით და ტრუბადურებით მოგესალმებით რამდენიმე ენაზე წერდნენ, ესე იგი საერთაშორისო ესეთი მოვლენა რომანულ კულტურებში, თუმცა გერმანელებშიც არის მინეზანგის სახით, ხო? პროვანსულად წერდნენ, ფრანგულად, იტალიურად. მაგრამ ასე თუ ისე, ხო, ნუ აუცილებლად მოგავიხსენოთ საშუალო საუკუნეების ეპოსი ფრანგულ ენაზე, კრეტien de Troyes, გრაალის ციკლი, რომელიც ერთ-ერთი მთავარი ენა ფრანგულია, არის ანონიმური პოემები არსებობს, საავტორო პოემები გრაალზე და არტურზე. მაგრამ ასე თუ ისე, ესე იგი, რაღაცნაირად ისე მოხდა, რომ განსხვავებით გერმანული, ესპანური, ინგლისური თუ იტალიური ლიტერატურებისაგან არ იყო ცენტრალური ავტორი კარგი ხნის განმავლობაში. დავუშვათ იტალიელებისთვის ეს არის დანტე, ესპანელებისთვის სერვანტესი, ინგლისელებისთვის შექსპირი, გერმანელებისთვის გოეთე, ყველაზე გვიანდელი და აი ფრანგები ისე იყო, რომ ნუ ცენტრალური ავტორი არ არის. მიუხედავად იმისა, რომ ერთ-ერთი ყველაზე უფრო მრავალფეროვანი ლიტერატურა, რომელიც ძალიან დიდ გავლენას ახდენდა ყველა სხვა ლიტერატურაზე. ესე იგი, რო ავიღოთ მთელი 10 საუკუნე, ხო? და განსაკუთრებით რენესანსის პერიოდიდან ფრანგული ლიტერატურისა და ენის გავლენა სხვა ენებზე არის ათჯერ, ხო, ასე არის ზომები, მაგრამ განუზომლად მეტი ვინმე დანარჩენებისა ფრანგულზე ან სხვა. მაგრამ ესე მოხდა, რომ მთავარ ავტორად იქცა ჰიუგო. ყოველთვის ესე იყო გააზრებული 90-იან წლებამდე ჰიუგო ითვლებოდა მთავარ არა უბრალოდ პოეტად, არამედ მთავარ ავტორად. ნუ დიდი საკმაოდ მე-19 საუკუნისათვის და მე-20-ისთვისაც, მაგრამ განსაკუთრებით ეპოქისთვის სანამ ანტიბიოტიკები შეიქმნებოდა 94-93 წლის ასაკი ძალიან დიდი ასაკია. დაიბადა 1802 წელს, გარდაიცვალა 1885 წელს და წარმოიდგინეთ, ესე იგი, როცა დაიბადა ისე ნაპოლეონის ეპოქაში დაიბადა ფაქტობრივად და როცა გარდაიცვალა კლოდელი და მარსელ პრუსტი ერთი იყო ისეთი კლოდელი იყო 17 წლის, პრუსტი იყო 15 წლის. ანუ ესე იგი კლოდელისა და მარსელ პრუსტისთვის შეიძლება ითქვას, რომ ჰიუგო არის ის კლასიკოსი, რომლის სტილქვეშაც გაიზარდნენ. ხო? აი ამ ხელად დიდი ეპოქა, ამ ხელად დიდი ასეთი დიდი თუ შეიძლება ითქვას ცხოვრება. მაგრამ განსაკუთრებით უნდა აღვნიშნოთ ისიც, რომ უშველებელი საზოგადოებრივი როლი, მორალური ავტორიტეტის
მორალური ავტორიტეტს ხო ახლა ნუ ბოლოს და ბოლოს ის არ უნდა დაგვაუწეს რომ ცოცხალ ჰიუგოს აქანდაკებს როდენი და რამდენიმე სეანს ოღონდ ახლა ისე არა რომ ახლა 5-6 საათი არა არ გეჭრებულა მაგრამ როდენის დათანხმდა ამ პირობას რომ ის აქანდაკებდა მას ცოცხალ მდგომარეობაში ამიტომ თუ ბალზაკი ეს არის გარკვეული აზრით როდენის ფანტაზია ბალზაკის შესახებ ჰიუგოს ის ცოცხლად აქანდაკებდა და როდენის ჰიუგო ეს არის ცოცხალი ჰიუგოს ისე ვთქვათ რომ დაგანახოთ მისი როლი ქართულ ენაზე თუ არ ვწდები აი გეუგეუჩკორის არაჩვეულებრივ ფრანგულ ანთოლოგიაში რამდენიმე ლექსი არის თარგმნილი და ერთი არის სხვა შორის ძალიან მნიშვნელოვანი ხო ჩვენთვის არის ეს ძალიან მნიშვნელოვანი ლექსი ქვია წარწერა ღვთაებრივ კომედიაზე გევის აქვს თარგმნილი გუშინ გადავასვალე კიდეზე გამახსენდა რომ ბავშვობაში მქონდა ეს წაკითხული თარგმანში ახლა პოეზიის თარგმნა ხო იცით ახლა ცოტა ისეთი რაღაცა მაგრამ ჰიუგოს თარგმნა ასეთ შეიძლება იმდენად რამდენად არის ძალიან ეს თემატურია და ხშირად სიუჟეტურიც არის და რაღაცა ლექსი მოყოლად შეიძლება ნუ ჰიუგო ქუჩაზე გადადის და ხედავს წინვალი თვალებით ესე ადამიანს რომელიც გავს რომის კონსულს ძველი რომის წოგა მოსხმული და ის ელაპარაკება რომ აი მე ვიყო დრო როცა აი ეს მთავ ვიყავიო და ეს ჰორიზონტს კეტავდაო და მე თუ არ ვწდები ისეთი აი ხე ისეთი ბიბლიური ხე მუხა ალბათ რომლის მისი ფოთლების შრიალი რომელიც იყო ისეთი წინასწარმეტყველური ენის მე ლომი უდაბნოში და ეხლა მე უბრალოდ ადამიანი ვარ და მე ვარ დანტე ალიგიერი ეხლა არის ძალიან საინტერესო რა არის რომ ესე იგი 4 ინკარნაცია ჯერ ესე იგი მთა მე ბიბლიური ხე მე ლომი მე ცხადია ეს ალეგორიული ფიგურებია როგორც ჩანს ჰიუგოს ამ შემთხვევაში შთაგონების წყარო იყო ეს გერმანელი პოეტი რიუკერტი რომელსაც ეკუთვნის გოეთეს ვესტოსლიხე დივანის აღმოსავლურ-დასავლური დივანის კრებული აქვს მას სადაც არის თავისუფალი ვარიაციებით აღმოსავლელი ძირითადად სპარს პოეტების ჰაფეზი საადი ჯავალინუმი და გოეთემ ძალიან დიდი როლი შეასრულა ევროპული ორიენტალიზმის საერთოდ წარმოშობაში და განვითარებაში გოეთეს უმცროს თანამედროვე ფრიდრიხ რიუკერტი ეს პოეტი რომელმაც თარგმნა ჯავალინუმის მესნებიდან ერთი ლექსი რომელიც ქართულად აქვს თარგმნილი ვახუშტი კოტეტიშვილს მე ვიყავი მცენარე და მე დავიბადე როგორც ცხოველი მე ანგელ როგორც ადამიანი მე ანგელოზი და მე ბოლოს შეერწყმება ეს სუფისტური ლექსია მოგეხსენებათ ჯავალინუმი იყო სუფისტი მისტიკოსი პოეტი ანუ ერთდროულად იყო პოეტიც და მისტიკური ავტორი ტრაქტატებისაც მაგრამ ნუ მისი მთავარი ნაწარმოები ეს არის ერთდროულად არის აი როგორც ხუან დე ლა კრუსის შემთხვევაში ეს არის პოეზიაც და ეს არის მისტიკაც მესნევი როდესაც ით გამოდის ხოლმე მე რაც მინახავს ორენოვანი გამოცემები სადაც 5 ტომია
მესნევი და ამ მესნევის ერთ-ერთი შემადგენელი ლექსი არის სწორედ ეს, რომ პოეტი ლაპარაკობს თავის ამ ინკარნაციებზე და როგორ ადის აი ამ იერარქიის ყოფიერების იერარქიის კიბეზე ქვედა დონიდან ზედა დონებს და ბოლოს ერწყმის აბსოლუტს ანუ ალახს. ნუ ეს სოფიზმი მოგხსენებათ ნეოპლატონური ანუ გვიანდელი პლატონური სისტემის ასნაირი ვარიაცია ისლამურ კულტურაში და ეს იერარქია არის ესეთი როგორც ესე იგი გვიანდელ პლატონიკოსებთან განსაკუთრებით ესეთი კლასიკური სახით ეს არის პლოტინოსთან ეს არის მესამე საუკუნე ჩვენი ქრისტეს შემდეგ გვიანდელი პლატონური სკოლა სადაც ის იყო სკოლარხი სკოლის თავი და მისი შემოქმედება შემდეგ მისი გარდაცვალების მერე დაალაგა ენეადები ესე ქვია გარკვეული სისტემა მისცა ამ ყველაფერს მისმა მოწაფემ და გამგრძელებელმა და აქ ძალიან კარგად იკვეთება ესეთი სისტემა რომ ყველაფრის საწყისი არის აბსოლუტი რომელსაც ქვია n 1 ის გადმოიღვრება და ეს მეორე დონე იერარქიის ეს არის ნუს რომელიც ითარგმნება როგორც გონება მაგრამ უფრო სწორი იქნება თუ ვიტყვით რომ ეს არის მჭვრეტელი ჭვრეტის უნარი ნუს როგორც ის ვინც უჭვრეტს აბსოლუტურ ერთს ნუსი რომელიც ასევე შემდეგ გადმოიღვრება რადგანაც ისიც ვერიტებს აი ყოფიერებას საკუთარ თავში და შემდეგი დონე არის უკვე ფსიუხე ანუ სული და ამის შემდეგ იწყება ეგრეთ წოდებული ხილული მატერიალური კოსმოსი აი სუფისტებთან არის ეს ესეთი ეს სისტემა და უგუნთ ჰენ ეს არის ალლახი და სუფიზმის ესეთი საინტერესო როლი ისლამურ კულტურაში არის იმითი რომ ძალიან რაც მომენტებში ითვლებოდა რომ ეს არის ერეტიკული და ბევრმა სუფისტმა ძალიან ცუდად დაამთავრა ბევრი ჩაქოლეს როგორც ერეტიკოსი მაგრამ ბევრს ჰქონდა ესეთი სტატუსი ჯალალინ რუმი მავლიანა მეორენაირად და თურქეთში არის მისი თურქეთში მეჩნდეს რომ მათი ნაციონალური პოეტია ანუ ეს არ არის ცხადია კლასიკური ირანულ ენაზე წერდა და მისი მავზოლეუმი არის თურქეთში აი ეს ლექსი რაზეც მე გითხარით აი სადაც არის რომ მე ჯერ დავიბადე როგორც სცენარი შემდეგ მოკვდი როგორც სცენარი და დავიბადე როგორც ცხოველი მე მოკვდი და მე როგორც ადამიანი შემდეგ გავხდი ანგელოზი და ბოლოს ანგელოზს ვახუშტის აქ რომ გაწირავს არა უბრალოდ მე არის რომ ესეც ანგელოზიც როგორც ანგელოზი ამის ტრანსფორმაციაც უნდა მოხდება შერწყმა ნუ ესეთი კაცი მონოთეისტური კარგებით რა თქმა უნდა ეს არის რა ქვია არა დოგმატური როგორ თქვა დოგმატური როგორ ნუ ეს არის ნუ ერეტიკულია თუმცა ახლა ისლამში ძალიან რთულია თქვა რა არის ერეტიკული რა არის ერეტიკული იმიტომ რომ იქ ეს ერესი და არა ერესი ამასგან ეს არა ეს ამას ადგენს არა დავუშვათ პაპიან საეკლესიო კრება არამედ უმა საზოგადოება ცოტა ეს საკითხია რომ იტყვიან მაგრამ ასე თუ ისეა მოკლედ ეს ლექსი თარგმნა რიუკერტმა და მე მგონია ხომ ამაზე სპეციალური ლიტერატურა არ წამოგიწყავს და ჰიუგოს და რიუკერტის ურთიერთმემართებაზე მაგრამ ასე თუ ისეა ეს ტიპოლოგიური მოდელი გვაქვს
ჰიუგოს ამ ლექსში და მნიშვნელოვანი რა არის? ოღონდ მნიშვნელოვანი არის ის, რომ აი ეს მატარებელი ამ მისტიკური, ამ წინასწარმეტყველური ონტოლოგიის თქვა და ასე არის დანტე. დანტე როგორც ევროპული პოეზიის მეორე დიდი ფიგურა, პირველი ვირგილიუსი. და რომ ჰიუგოს შემოქმედებას კარგად ვკითხულობ ამ ლექსს, რაც აშკარად თვითონ თავის თავს ხედავს როგორც მესამეს. დანტეს ვირგილიუსი და დანტეს მერე. მნიშვნელოვანი მომენტი არის ის, რომ ჰიუგო თავის თავში აერთიანებს ამ სოციალურ ინვექტივასაც თავში ის რევოლუციების ეს ფრანგული რევოლუციების გულისხმობა 30-48 წლის და შემდეგი კომუნის ასევე მომხრე იყო და მისი ეს პათოსი რევოლუციური, რომელიც ამავე დროს გარკვეული მომენტიდან ერწყმის ქრისტიანულ მსოფლმშეგრძნებას თავიდან პარიზის ღვთისმშობლის პერიოდის ჰიუგო არის საკმაოდ ანტიქრისტიანული ტრენდის მატარებელი და რაც აშკარად იკითხება ამ რომანში, ესეთი ალქიმიურ მასონურ როზენკროიცერული სიმბოლიკით, მაგრამ აი იმ პერიოდში როცა მან დაწერა თავის ეს მიზეღაბლ ქართულად ითარგმნა როგორც საბრალონი რუსულად ატვერჟებდნენ არც თქვათ ერთი ისტორია არც თქვათ მეორე და ვერ თავში არ მოდის რომ შეიძლება ის ითარგმნეს საწოდავის აწყალი თქვათ ისე არ არის რაც კაი სიტყვა მოსაძებნი მოძებნი ვერ პოულობ მოკლედ მოკლედ ჟან ვალჟანი რომელიც ესე იგი აბსოლუტური სოციალური ძირიდან ხდება მისი მოქცევა ორი მნიშვნელობით ესე იგი ხდება კულტურული ცივილიზებული ადამიანი და თან ქრისტიანი ხდება და მთელი მისი ცხოვრება ეს არის ქრისტიანული გულმოწყალების არაძალადობის როგორც დღეს იტყვიან და უანგარო სიყვარულის განსახიერება, ხო? მაგრამ ეს რომანი თავის თავში ატარებს აი ორივე მომენტს, ესე იგი ერთი მხრივ არის ეს სოციალური რევოლუციური პათოსი, მეორე ქრისტიანული პათოსი, უშუალოდ ამ რომანის დაწერის წინ ჰიუგო მოექცა და ეს არის დამსხურება კათოლიკე ეკლესიის ძალიან დიდი წმინდანის სალეზიანური მოძრაობის დამფუძნებლის წმინდა ჯოვანი ბოსკო იტალიურად მოგეხსენებათ ყველა ენაზე წმინდანების მონარქებისა და პაპების სახელები ითარგმნება. ამიტომ ესე იგი ქართულად ვთქვათ იოანე ბოსკო, წმინდა იოანე ბოსკო. მან როცა პარიზში იყო ეს შემთხვევით შეხვდა ჰიუგოს, მოაქცია და ამის შემდეგ ჰიუგო გახდა ქრისტიანი. ეკლესიური. ხო მე არ ვუსაუბრ ყოველას დადევს თორემ ესაზ მე უსწოში თავის სოფშეგნებით გახდა და ორი მომენტს ატარებდა ეს თავის თავში და შეიძლება ითქვას რომ ხო აი მაგალ მის ცნობილი ლექსი აი ყველამ ვიცით მის ცნობილი ლექსი არის ეს გავლოში მის პერსონაჟია ხო მაგრამ ლექსიც არის ბარიკადებზე შუა ქუჩაში არის ქართულად ეს თარგმანი და რა ხდება ამ ბარიკადებზე შუა ქუჩაში სხვა შეიძლება გითხრას რომ ქუჩაში მტვერში წაიქცა ბავშვი ეს არის ალუზია რა თქმა უნდა ჰიუგოზე და ჰიუგოს გავლოშზე გალაქტიონზე მოდი მე ყოველთვის ხანად ვითარდება ეს ხშირად ახასიათებს რომ გალაქტიონს რაც მომენტს იღებს აი მაგით ალენბიკებით ასევე არის ჰიუგოს ალუზია პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის აი თავიდან სადაც არის ალქიმიურ ოპერაციებს როცა აკეთებენ იქ ასევე ალენბიკი არის სპეციალური ჭურჭელი რაშიც აი ტინქტურა კეთდება და მოკლედ მაგიდალენბიკებით ეგეთი ლექსი აქვს 1900 ობობებიან კუთხეში დივანს ვხედავით გიეტეს ისე სატანა გადაეზმანა კედლებს აი იმას დაღავნის სულში შემოთა და ბოლოს და წაიღო გული და რა ახალმოწელმა და 1920 წელი ანუ დაწერილია 31 დეკემბერს ძალიან ბევრი ლექსი გალაქტიონის არის დაწერილი სწორედ ამ პერიოდში რა ძალიან კრიზისული მომენტები ჰქონდა და ყოველთვის რაღაცა როგორც ნამდვილი მითოსური ცნობიერების ადამიანი
ძველი და ახალი წელი რო იცვლება, ის რაღაცები ემართებოდა ხოლმე და აი სახელმწიფო ეფემერას მაგ პერიოდში არის დაწერილი. მოკლედ, ესე იგი, პოეტი წინასწარმეტყველი ერთი მხრივ, რომელიც რა შვება, რომ მას აქვს რაღაცა მესიჯი ტრანსცენდენტური, ან სოციალური და რაღაცას ეუბნება საკუთარ ხალხს, აი, ჰიუგო. ბოდლერი არის ჰიუგოს შემდეგი თაობა. მათ შორის განსხვავება ხონვა, თუ ვიტყვით თაობა 20 წელი, 20+5 მეტი ან ნაკლები, ხო? ჰიუგო დაიბადა 1902-ში, ბოდლერი დაიბადა 1921 წელს. მისი ბოროტების ყვავილების რამდენიმე ლექსია ეძღვნება ჰიუგოს. იცნობდა, ჰქონდა მასთან ურთიერთობა ბოდლერს და მაგრამ მთელი თავისი პოეზიით ეს არის აბსოლუტურად სხვა პოეტური სტრატეგია, პოეტური სამყარო და შეიძლება ითქვას, რომ თუ ამ პოზიციიდან შევხედავთ, ეს არის ბოდლერი არის არა იმდენად პოეტი წინასწარმეტყველი, როგორც პოეტი ვიზიონერი, ოღონდ გარკვეული ტიპის. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. რა ტიპის? მე წინა საუბარში ბოლოსკენ მახსენე ეს ნეგატიური მომენტები და უყურეთ რა არის. მაგალითად, დაიწყებთ გადათვალიერებას აი ამ ბოროტების ყვავილების, ну ესე იგი ბოდლერმა მიუხედავად იმისა, რომ 56 წელს გარდაიცვალა, საკმაოდ ბევრი რამ დაგვითოვა, ესე იგი, ოღონდ აი რაც შეეხება პოეზიას, ეს არის მთავარი კრებული ეს არის. ну კიდე აქ ცალკეული ლექსები, რომელიც არ შესულა, მაგრამ რამდენიმე რედაქცია არსებობს. საბოლოო საკითხი მხოლოდ მისი სიკვდილის შემდეგ გამოიცა ძალიან გვიან. რამდენიმე დაცენზურებულია, სასამართლომ რამდენიმე ლექსი აკრძალა და 1959 წელს მოიხსნა მხოლოდ ეს განაჩენი, იქ არის ესეთი, საერთოდ თავიდან დაერქმია ამ კრებულისთვის ლესბოსელები. სრულად გამჭვირვალე იმ კონოტაციით, რაც დღეს არსებობს, მაშინაც უკვე არსებობდა. მაგრამ მე შეცვალა ეს და დაარქვა უფრო ბევრად მომგებიანი, მეც მოგითხავთ და ძალიან მნიშვნელოვანი ეს ფლევ დუ მალ, ბოროტების ყვავილები, რომელიც მიუძღვნა თეოფილ გოციეს მის ასევე უფროს მეგობარს, რომელიც ასევე წინა თაობის წარმომადგენელია, რომელიც ჰიუგოს მეგობარი და ჟერარ დე ნერვალის, ანუ ეს არის ესე იგი ფრანგული რომანტიზმი. და გოციე იყო ალბათ ერთ-ერთი პირველი, ვინც დაწერა საერთოდ ლიტერატურულ ისტორიული ნაწარმოები, რომელიც არის გარკვეულად უნიკალური. დაწერა ფრანგული რომანტიზმის ისტორია, რომლის ნაწილიც იყო თვითონ. თუმცა ასეც ქვია, სატელს დაახლოებით 80 გვერდიანი. ერთდროულად ეს არის მემუარიც, ისტორია როგორც ისტუარ და ისტორია როგორც ესე იგი ერთდროულად არის მონაწილეც, ოღონდ გვიან არის დაწერილი. 1852 წელს მან დაწერა მან გამოაქვეყნა ესეთი კრებული 1852 წელს, 5 წლით უფრო ადრე, რომელიც ქართულად ითარგმნება როგორც მინანქრები და კამეა ქართულად როგორ არის? კამეა ქვა მინანქრები და კამეები რა ვიცი. ქართულად არ მინახავს. გაუცნობელია ესეა ამ რაღაცაში შექმნა გოტიემ თავისი ლალი და სადაფები. ხვევში ვერ ვერკვევი, მაგრამ რაღაც მგონია რომ ესე იგი იმაილ ეს არის არის მინანქარი, ესე ითარგმნება ყოველ შემთხვევაში ქართულაზე მინანქარი და კამეა, რა ვიცი. ხო, მოკლედ რაც არის. ბოროტების ყვავილებს აქვს ესეთი მიძღვნა ლათინურ და ფრანგულ ენებზე თეოფილ გოციეს, რომელიც არის ოსტატი ჩემზე უფრო მაღალი. ჩემზე უფრო დიადი მაღალი, რაც აი ესე უფრო მაღალი. აი ამ მიძღვნას გაიმეორებს ინტერტექსტუალურად, ესე იგი პრაქტიკულად პირდაპირ
wasteland-ში ქართულად ითარგმნება როგორც რამდენიმე ვარიანტია, ბერწე მიწა, უნაყოფო მიწა, იავარქმნელი მიწა და მართალად არ ვიცი როგორ უნდა ითარგმნოს, იმიტომ რომ wasteland ერთად როცა იწერება, ეს არის რუსულად პუსტი. ცარიელი ხო wasteland ცალ-ცალკე, wasteland ესე ქვია. მე მაინც გონია რომ ცარიელი მიწა, შინაარსობრივად ეს არის რა, მიწა სადაც აფერი არ იზრდება. არა, უდაბნო არა, მიწა, უდაბნო კიდე სხვა რაღაცა. ყურეთ, ქალაქში ხო არის პუსტი, სადაც ამაზე ელაპარაკე wasteland-ი. ინგლისურად ესე იწერა wasteland ერთად. და ეს არის უდაბური ადგილი. არა უდაბნო. არა, უნაყოფო თარგმანას ვერ გამსხურდեմ, არ არის სწორი თარგმანი, ბერწი მიწას მიტო რო იტყვიან, რაც არის. მოკლედ ამ wastelands აქვს ესეთი მიძღვნა. Ezra Pounds, ოსტატს, რომელიც არის ჩემზე მაღლა. ესე იგი ბოდლერი არის ელიოტი, ტეოფილ გოწე არის Ezra Pounds. ეს არის ესე იგი Fleur du Mal, პორტრეტების ყვავილები არის აბსოლუტურად გააზრებული, მათემატიზირებული, ნუმეროლოგიური არ მინდა ვთქვა, იმიტომ რომ ნუმეროლოგიას აქვს მეორე მნიშვნელობა ეზოტერიკულ იმებში შედის, რა ქვია, და ამიტომ მათემატიზირებულს ვიტყვი, ესე იგი, ანუ რა იგივე მატრიცაა გარკვეული აზრით და ამ ყველა ამ 128 ლექსისაგან შედგება. ოღონდ თუ დაუმატებთ იმათაც. და რა არის ამოღებული? ამოღებული არის, ხო შედგება ესე იგი პირველი ციკლია, ყველაზე დიდი ეს არის სპლინი და იდეალი. ნუ სპლინი მოგახსენებათ რაც არის, ხო? ეს არ არის არც მელანქოლია, არც სევდა. ეს არის ისეთი სულიერი მდგომარეობა, რომელიც დღეს შეიძლება მე მაგალითად ქართულიდან ქართულზე, ან ფრანგულიდან ფრანგულზე ვთარგმნო, გადმოვთარგმნო, ხო? ვიტყოდი ნერვული აშლილობა. ყველაზე კარგად ეს შეესაბამება. ნუ ეს არის პირველი ნევროტიკი პოეტი, რომელიც აბსოლუტურად ზუსტად მათემატიკურად კრისტალური ენით გამოხატავს ნერვულ აშლილობას. იდეალური ანამნეზი, თუ შეიძლება ასე თქვას, ეს არის თუ მაგალითად ჩვეულებრივი პაციენტის ეს ანამნეზი ან ბოდოა, ან ბოდვით იმას უახლოვდება, ბოდლერის ლექსები არის აბსოლუტურად მკაცრად ორგანიზებული ფორმის თვალსაზრისით. ესე იგი, პირველი კრებული არის სპლინი და იდეალი. პირველი ციკლი უკაცრავად, მეორე არის პარიზული სცენები, მესამე არის ღვინო, მეოთხე არის რა ქვია, მეოთხე არის პორტრეტების ყვავილები, მეხუთე აჯანყება, სიკვდილი და მოგზაურობა ბოლოს, voyage. ეხლა რა არის აჯანყება revolt, ესე იგი სამი ლექსია, ძალიან სიმპტომური სათაურებით. წმინდა პეტრეს უარყოფა, წმინდა პეტრეს მიერ უფლის უარყოფა, მეორე აბელი და კაინი და მესამე ლიტანიები სატანის მიმართ, რომელიც თავდება სატანის მიმართ აღვლენილი ლოცვით, რომ სატანა რომ სატანა ეს არის ისმიც არის როგორც ესაში ასევე მიწაზე და ის მიმართ ძალიან არატრივილალური ლექსია, სხვა შესახებ ცოტა ცუდად ჟღერს ქრისტიანული ყურისათვის, მაგრამ ძალიან საინტერესო ლექსია. აბელი და კაინი არის აბსოლუტური შემოტრიალება აბელისა და კაინის ისტორიის, აბელი როგორც ბურჟუაზია, კაინი როგორც პროლეტარიატი. და ჯერ მარქსი არ აქვს საკითხული ცხადია, მაგრამ მე ესე ვიტყოდი, რომ პარიზის კომუნასაც ვერ მოესწრო, მაგრამ თავისი შინაგანი პათოსით სამხრეთ პარიზის კომუნაში მონაწილეობდა ყველა თქვენთვის მნიშვნელოვანი ადამიანი, პოეტი, კალვინისტის, მალარმის გარდა, რემბო, ვერლენი, ლოტრეამონი, ჰიუგო რაღაც მომენტში მე-19 საუკუნეში ევროპაში იყო შარიათის კანონები. ეს 68 წლის შემდეგ მოხდა ეს პასლაბლინი.
ანუ რა გულისხმობ, აძულტარისთვის იჭერდნენ, ან გაასახლებდნენ. ჰიუგოს ჰქონდა ესეთი ისტორია და ამის გამო ის დაიჭერეს, გადაასახლეს რაღაც პერიოდში ის იყო რა. აძულტარის გამო, ანუ ცოცხალადას. მოკლედ აბელი და კაინი, ანუ აბელის მოდგმა, რომელიც არის ექსპლუატატორი და ექსპლუატირებული არის კაინის, ну, რა თქმა უნდა, საიდან იწყება ეს ყველაფერი, საიდან იწყება, რა თქმა უნდა, გავხსენოთ ჯორჯ ბაირონის გენიალური დრამატული პოემა კაინი. სადაც ხდება სედუქციონ კაინის ეშმაკის სატანას მიერ და არის პირველად ეს სოციალური იდეალი, ანტიკაპიტალისტური და ბოდლერის ну რა თქმა უნდა ეს არის გნოსტიკური პოეზია. გნოსტიკური პოეზია იმაზრით, რომ არაისტორიული, არამედ ტიპოლოგიური აზრით ვამბობ, გნოსტიციზმი ეს არის ანტიქრისტიანული სექტების გარკვეული ერთიანობა ტექსტების და სექტების, რომელიც წარმოიშვა მეორე-მესამე საუკუნეებში, მეოთხე და დრო და დრო ქრება, დრო და წარმოიშვება ამათი სრული ენციკლოპედიური ესეთი მიმოხილვა აქვს შესაბამისი ფილოსოფიური და თეოლოგიური უარყოფებით მეორე-მესამე საუკუნეების თეოლოგს და ეკლესიის მამას წმინდა ირინეუს ლიონელს რომელსაც ქვია ამ ტრაქტატს დიდ ტრაქტატი ერესების წინააღმდეგ, სადაც არის მთელი ეს ერესები, ვალენტინუსი, ბასილიდოსი და სხვები. აი ერთ-ერთ წავიღეთ ყველაზე უფრო ისეთი რო იყოს რას ლაპარაკობდნენ ეს გნოსტიკოსები, რომ ყველაფრის საწყისი არის ბათუს სიღრმე, პლერომა და აი აქ ხდება პლერომას ცილდება სოფია სხივი და წარმოიშვება დემიურგი, ბოროტი დემიურგი იალდოვაალფი, რომელიც ქმნის ჩვენს სამყაროს, რომელიც არის მცდარი და არასწორი, იმიტომ რომ შეშლილი დემიურგის მიერ არის. ამიტომ საჭირო აი პირველად ის სხივის ამ სოფიას გათავისუფლება. ნუ ადამიანები სამი ტიპის არიან ადამიანები რომელშიც არის ეს სხივი, მათ ქვიათ პნევმატიკოსები, ან სულიერები, არიან ფსიქიკოსები და არიან ჰილიკოსები, მატერია. ანუ იმათ არ ჭირდებათ არანაირი ხსნა ამ პირველ კატეგორიას პნევმატიკოსებს, იმიტომ რომ ისედაც გადარჩენილები არიან, ჰილიკოსები ვერ გადარჩენებიან, აი მესამე ტიპის ადამიანები, ფსიქიკოსები შეიძლება გადარჩნენ და მათ გამო ერთ-ერთი აიონი ამ პლერომის ნაწილი, ერთ-ერთი აიონი, ანუ იგულისხმება ეს გარკვეული რაც ირეკლუსია, ზედა აიონი განსხეულდა ლოგოსი, მიიღო ადამიანის ფორმა, იესო ქრისტე, მაგრამ ეს კი არ განკაცდა, სახე მიიღო ესეთი და აი ის შეეცადა სწორედ ამ სოფიას გათავისუფლებას, რომელიც იყო ამ ბნელ ბოროტ მატერიაში. აი ეს სისტემა ძალიან საინტერესო. რაღაცა მომენტებში ეს დუალისტური სისტემაა ცხადია, სადაც არის გამიჯნული ერთის მეორე, ну ძალიან დიდი გავლენა როგორც ზოროასტრიზმის. მაგრამ არა მარტო იქ პლუს ზოროასტრიზმ პლუს პლატონიზმი, სტოიციზმის ელემენტები და ესეთი ესეთი ეკლექტური სისტემა გამოდის საინტერესო. გნოსტიკოსების წინააღმდეგ დაწერილი აქვს ტრაქტატი აი პლოტინოს, რომელიც უკვე ვახსენე. ძალიან ჭრელი სექტა იყო, მაგალითად იყო ერთი ოფიტების წინააღმდეგ, რომელიც გველს ეთაყვანებოდა, ну სატანისტები თანამედროვე გველი ვინ არის ხო? Ancient serpent სატანა. მოკლედ აი მთელი ეს სიყვარულები რო იტყვიან და ყველაფერი ეს ვიცით ირენეუსის მეშვეობით ერთი, მაგრამ რაღაცა მომენტებში გამოჩნდა ეს ფრაგმენტებიც, ძველი ხელნაწერებიც, ეს ბევრად უფრო გვიან კოპტური ხელნაწერი, მაგრამ რაღაცები გამოჩნდა უკვე მე-19 საუკუნის ბოლოს, მე-20 დასაწყისში. ну ეს არ იცოდა რა თქმა უნდა ბოდლერმა ეს პისტის სოფია და ესეთი ტექსტები მაგალითად და ნუ ეგ ნაქამადის ბიბლიოთეკა საერთოდ
1957 წელს აღმოჩნდა თიხის ვაზებში და ჭურჭლებში უკაცრავად სრულად შემთხვევით კოპტურ ენაზე ეს უამრავ ისინი რა და დაგრაგნილები. მაგრამ მე ძალიან გვიანდელი ამბავია, მაგრამ ისე ვიმეორებ, რომ ირენეუს აქვს ეს ადრეული ეს გნოსტიკური ეს ერესების მთელი თქვა და ასე ნუსხა და გარჩეულია თითოეული მათგანი და შესაბამისად დრო და დრო იბადება ესეთი სისტემით წარმოდგენები, მაგალითად ბოგომილების სექტა იყო საშუალო საუკუნეების ბულგარეთში, ალბიგოელების საფრანგეთში, ასევე საშუალო საუკუნეებში. შემდეგ რენესანსის პერიოდში ისევ გაჩნდა ესეთი გნოსტიკური წარმოდგენები, დუალისტური, მერე უკვე მე-19 საუკუნეში მთელი რიგი მოვლენები და გარკვეული აზრით მარქსიზმი შეიძლება განვიხილოთ როგორც ერთ-ერთი გნოსტიკური ფსიქოანალიზით გარკვეული აზრით როგორც ერთ-ერთი გნოსტიკური მოძღვრება. და ეს მთელი ეს მოტივები ბოდლერის ასევე შეიძლება გავედოთ როგორც გნოსტიკური მოტივები, მაგრამ მარტო ეს რო ყოფილიყო, რა თქმა უნდა, არ იქნებოდა ეს ყველაფერი ესეთი საინტერესო. მთავარი არის, რა თქმა უნდა, მისი პოეტური ძალა, მისი პოეტური სამყარო და მისი პოეტური ენა, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი, ხო? რა თქმა უნდა, პოეზია არ ითარგმნება, როგორც ერთი პოეტი ამბობს, პოეზია არის ის, რაც იკარგება თარგმანში. და შეიძლება არ დაეთანხმო. ნუ ხანდახან არის რომ ითარგმნება, მაგრამ ძალიან დიდი იშვიათობა, როდესაც შეიძლება რომ მართლაც მივიღოთ იშვიათობა. ნუ ბოდლერიც ასეა, სამწუხაროდ, ესე იგი, მხოლოდ შეგვიძლია, ესე იგი, ნუ რა თქმა უნდა, შეგვიძლია ერთმანეთს, ნუ არსებობს მეტნაკლებად დავუშვით ნუ ინგლისურ ტრადიციაში არის ესეთი პროზაული თარგმანის ტრადიცია არის ესეთი რუსებს აქვთ იყო ესეთი მე-20 საუკუნის სერბიული ვერკის პოეტი ელისი კაბილინსკი ბლოკის თაობის ადამიანი 1980-იან წლებში იყო დაბადებული. იმან თარგმნა თავიდან ბოლომდე, ნუ იმ პერიოდისაცვის რაც იყო დაშვებული. ანუ რაც ელისი თქვარწდები 1940 წლამდე გარდაიცვალა, ანუ მას არ უნახავს ბოლო რედაქცია, ნუ როგორც ახლა ქვეყნდება. მე ვსარგებლობ Oxford Classics, ეგეთი ის არის თუ ინგლისური მეტნაკლებად აკადემიური გამოცემებია, ნუ აკადემიური რა გაგებით, ნუ ახლა არა ესეთი გაგებით, როგორც ჩვენთან იხმარება ყველა არსებული ხელნაწერი. მაგრამ სამეცნიერო გამოცემა, რომელიც გულისხმობს კომენტარს, რომელიც გულისხმობს რედაქციული განსხვავებების იმას, თუ არის უცხოელი ავტორი ორენოვანი უნდა იყოს დაუშვათ, ხოლო მე ამით დავსარგებლობ Oxford Classics AM რედაქციით, რომელიც გამოდაუწყდა ბოლოს 90-იან, შეიძლება კიდე გაიმეორეს, მაგრამ 90-იანი წლების საკუთარი კანონიკური ვერსია, სადაც არის ასახულია 1857 წლის, პირველი ვერსია ბოდლერის ფლეოჯიმალ 60 წლის მეორე და შემდეგ და საბოლოო უკვე აი ის რაც გითხარით, იმიტომ რომ ბოდლერის სიცოცხლეში და ძალიან დიდი ხნის განმავლობაში აი ეს აბელი და კაინი და ესენი არ გამოიცემოდა ვიცოდით ასე სამის დატის მეშვეობით, ანუ რა ქვია გადაწერილი მის მეშვეობით.
მოკლედ პირველივე ლექსებს რო შეხედავთ, აი ნეგატიური თქო მე რო რას ნიშნავს ეს ნეგაცია, ჰუგო ფრიდრიხი რო ამბობს, რომ აი ნეგატიური მესიჯი. აქ ორი მომენტია ძალიან საინტერესო. პირველი, პოეტ წინასწარმეტ ყოლს აი ეს ჰუგოს ტიპისას აქ მესიჯი გზავნილი. ხმართა მისთვის ვაპარო წარუძღო წინაერსა და ბოდლერის ლირიკულ მეს არის მომენტები, როცა საერთოდ არანაირი გზავნილი არ აქვს, იმიტომ რომ ეს ექსტაზი, რომელიც მან განიცადა, საერთოდ არ გადაცემადია და საერთოდ ვის უნდა გადასცეს. ხო, იმიტომ რომ მის მკითხველი არის ბურჟუა და მესეჯი ვის უნდა გადასცე. რა თქმა უნდა, გადასცე იმას, ვინც არის სოციალური იერარქიის მიღმა. ვინ არიან ესენი? პროსტიტუტკები, კრიმინალები, დევიანტები და ასე შემდეგ. და თვითონაც წლების განმავლობაში ცხოვრობდა ბორდელში თავის პარტნიორ ქალთან ერთად და ეს ყველაფერი არის ასახული მის პოეზიაში. აქედან გამომდინარე არის სრულად რეფლექსირებული ნეგატიური იდეალი. აი სპლენდა იდეალი რო ვთქვი, ხო რა არის ნეგატიური იდეალი? ეს ნეგატიური იდეალი არის, ну, ხშირად ესე ამბობენ სიმახინჯის ესთეტიზაცია, მაგრამ არა მარტო აუნტყოფობის, აი აუნტყოფი მუზა, ღატაკი მუზა და ასე შემდეგ. ანუ აქ არის ორი ძალიან საინტერესო მომენტი. ერთი არის ის, რომ თვითონ იდეალი არის ამოტრიალებული, დავუშვათ განსხვავებით ბურჟუაზიული ან ქრისტიანული იდეალისგან ამოტრიალებული. ან მისი გამოთქმა საერთოდ შეუძლებელია. ანუ ეს არის ენა, რომელიც არის ბნელი. აი თუ გადაიკითხავთ ჰუგო ფრიდრიხის შესანიშნავი გერმანელი ლიტერატურაცოდნოს, რომელსაც ალბათ დაწერა საუკეთესო წიგნი თანამედროვე ლირიკაზე, თანამედროვე ლირიკის სტრუქტურა. იქ ესე იგი პირველი თავი ეძღვნება ბოდლერს, შესავალის მერე პირველი თავი ბოდლერს, მეორე რემბოს, მესამე მალარმეს. მეოთხე არის ცალკეული მე-20 საუკუნის პოეტების ლექსების ანალიზები, დაწყებული სენ-ჟონ პერსიდან და იმიდან რა ქვია აპოლინერით, დამთავრებული ხორხე გილიანით, გოტფრიდმენ, ყველა ისეთი იძლევა რაღაც ლექს ორიგინალის ენაზე, მე თავის და ნუ მე არჩევს ამას თავისი მეტაენით, ანუ გერმანულად, თუმცა სარგებლობს ორიგინალის ენით, ცხადია. აი ნახავთ, რომ ფრიდრიხი სულ ლაპარაკობს რაზე, რომ არის ინვერსია. ის რა ძველ კლასიკურ პოეზიაში არის სიკველი, სიკეთი, აქ ყველაფერი ამოტრიალებული, აი როგორც აბელი და კაინი. კაინი არის დაჭაგრული, აბელი არის ბურჟუა, თქვა და ასე და ეს ისტორიულად ესეა ბოდლერთან. ძალიან საინტერესოა. მოკლედ, ესე იგი ხო, პოეტი, რომელიც როცა აქვს ელევაციონ, არა მარტო უბრალოდ ესე იგი ეს ნიშნავს როგორც აფრენას, ასევე აღმაფრენას. აი და ხედავს ის რაღაც ტრანსცენდენტურ გამოცდილებას იღებს, მაგრამ აქ რო ბრუნდება, უკვე როგორც ალბატროსი, რომელიც რო დაფრინავს რაღაც და რო დადის დასცენიან ეს მეზღვაურები და სიგარეტს აწევინებენ და რაღაც, იმიტომ რომ ეს ფრთები ხელს უშლის რო იაროს, ხო? აი ეს არის პოეტი. მაგრამ აი უბრალოდ რა არის საინტერესო, ამ ყველაფერს რო კითხულობ, ეს ყველაფერი არ არის მოკლებული ეგრეთ წოდებულ აი მისტიკურ სიბნელეს და ეს მისტიკური სიბნელე არის ძალიან დიალექტიკური და უცნაური რამ. ყოვლად ესეთ ქრისტიანულ მისტიციზმში აი სიბნელე, შინაგანი, რომელიც უნდა გაიაროს მორწმუნემ ან ვისაც ეძლევა ეს გამოცდილება, არის აი შინაგანი გამოცდილების აუცილებელი ნაწილი. დიონისე არეოპაგელიდან დაწყებული, დამთავრებული, გაგრძელებული ხუან დე ლა კრუსით, შინაგანი სიბნელე, ბნელი ღამე, წყინავი ღრუბელი, დაუშვათ ხო, ის ღრუბელი, რომელიც წინ მიუძღვება ებრაელებს, არის წინავი, მაგრამ ეგვიპტელებისთვის არის შავი. ანუ ერთ-ერთი ობიექტი ამისთვის ესეთია, იმისთვის ესეთია. მაგრამ როცა შენ ამას საკუთარ თავში ატარებ, ხო აი ის სიბნელე, რომელსაც ნუ პრინციპში
ეს დანტერაზით ლაპარაკობს, ხო ეს უსიერი ტევრი რა არის? პრინციპში ეს ყველაფერი ერთი მხრივ, რა თქმა უნდა, არის ტრანსცენდენტური რეალობა, მაგრამ ეს ტრანსცენდენტური რეალობა არის შინაგანი მოგზაურობა, იმიტომ რომ ეს შინაგანი არის ონტოლოგიზირებული. უკვე ნეტარი ავგუსტინე ამბობს, რომ ღმერთო, შენ კი ხარ ჩემშივე, მაგრამ მე არა ვარ საკუთარ თავშივე. ანუ ღმერთი არის შიგნით, მაგრამ შენ არ ხარ შიგნით, შენ ხარ გარეთ. და აი ეს არის მთელი მისტიკის და ქრისტიანული მისტიკის ამოუცნობი დიალექტიკა, რის გამოც დროდადრო ჩვენ აი ბოდლერი, რომელიც ერთი მხრივ არის თითქოს გნოსტიკური, მეორე მომენტში გვაძლევს ამ შინაგანი ბნელი ღამის არაჩვეულებრივ ნიმუშებს, რის გამოც ახლა არის ეგეთი წაკითხვაც, რომ ეს არის ღრმად ქრისტიანი პოეტი. ყოველ შემთხვევაში არტურ რემბოზე ნამდვილად შემიძლია თქვა, რომ დიდი ქრისტიანი პოეტი, რომელიც კათოლიკე ეკლესიის მიერ ჯერწმენად არ არის შერწყული, მაგრამ არის ძალიან დიდი ავტორიტეტი პოლ კლოდელი. პოლ კლოდეს აქვს დაწერილი ლოცვა არტურ რემბოსადმი. სადაც ის უფალს ეუბნება, რომ მას არ უნდა 60-ში შესვლა რემბოს გარეშე. და ის რომ მისტიკოსი თავის თავზე იღებს, როგორც ქრისტე თავის აგონიაში არა უბრალოდ დაცემული, არამედ ღვთისპირისაგან უარყოფილი სულის ტრაგედია საკუთარ თავზე, ეს არის მაგალითად მე საუბრობ ერთ-ერთი უდიდესი ქრისტიანი პოეტის და მისტიკოსის შარლ პეგის შარლ-პეგი ყველა მიცით ძოლმა თავის ადამიანმა ფილმიდან დიდი გასეირნება ბურვილი და დეფინესი. ხო გასვოთ სიუჟეტი ინგლისელები გადმოსხამენ დესანტს პარიზში, ოკუპირებულ პარიზში. ხო და ნუ ეს გადმოსხამენ მას პარიზის ცენტრში ჩამოვარდებიან და ნუ უნდა გაიყვანონ რაღაცნაირად პარიზიდან. და ნუ ვითომ ფრანგები არიან ეს ინგლისელები. და ეგეთი ეპიზოდი პარიზი ოკუპირებულია. ესენი შედან მატარებულში ამოდის ერთი გერმანელი ძალიან კულტურული ტიპი, იდეალურად ფრანგული, ამ ფრანგს ელაპარაკებს, როგორ მიყვარს თქვენი პოეზიაო და ეს და აციტირებს შარლ პეგის, რუსულად ვაკდარახი, o Franция, твои поля и гнилы, და მარლს მიაწოცებს და ამ დროს მატარებელი შეირხევა და ეს ითქოს I'm sorry და ნუ დაიჭერენ მიხვდებიან რომ ინგლისელია. მაგრამ აი ეს შარლ პეგი იმ პერიოდის 70-იან 80-იან წლებამდე იყო კლასიკოსი და ეს მისი დაიღუპა 1914 წელს მარნასთან 41 წელს შარლ პეგი. მოგეთ ის ხმამინდა შარლ პეგისთვისაც კლოდელისთვის აი დიდი კათოლიკე პოეტებისთვის ბოდლერი არის ძალიან ამბივალენტური ავტორი. ეს არა, უბრალოდ ეს ჩემთვის არის ძალიან ამბივალენტური ავტორი, რომელიც ამ ყველაფერს კითხულობს სულ სხვა კულტურიდან და სულ სხვა თქვა ასე პოზიციიდან თან ფრანგული ენა არ არის ის ენა, რომელიც არის ჩემთვის მშობლიური, ან რომელიც ჩემთვის არის კულტურის ენა, ხო? ეს არის რაღაც ობიექტი, ამ ენაზე რაღაც კითხულობ რაღაც ტექსტს, ინგლისური და გერმანული და რუსული თარგმანების მეშვეობით. და ვცდილობ მოკლედ რატო? იმიტომ რომ გაუქმებისთვის არის მნიშვნელოვანი. გაუქმება რომელსაც ასევე ძალიან ცუდა ფრანგული თუ საერთოდ იცოდა, ნუ ახლა ჟღერადობა ალბათ ეს მოდაყურში და ნუ შინაარსობრივად ელისის თარგმანს კითხულობდა როგორც ჩანს, მაგრამ მიუხედავად ამისა რაღაცნაირად ძალიან უცნაურად და არა მხოლოდ იმიტომ რომ ბოდლერმა უშველებელი გავლენა მოახდინა მთელ საზღვარგარეთის პოეზიაზე, გალაქტიონიც არის რაღაცნაირად ბოდლერის შვილიშვილი თუ შვილი არის. ხო? და ამდენად არის მნიშვნელოვანი ბოდლერი ჩვენთვის, ვინც აქ დღეს აქ ამაზე ვლაპარაკობთ, მაგრამ არა მარტო. არამედ მნიშვნელოვანი არის იმიტომ რომ თუ ამ ყველაფერს შევხვდეთ ქრისტიანული კულტურისა და სულიერი გამოცდილების თვალსაზრისით, ბოდლერში არის ეს რაღაც გარკვეული სიბნელე, მისტიკური სიბნელე. და ამ აზრით ის არის არა უბრალოდ პოეტი, არამედ პოეტი, რომელშიც არის მისტიციზმი. მე არ გამოვრიცხავ, რომ შესაძლებელია დაიწეროს ქრისტიანული სულიერებისა და ქრისტიანული პოეზიის ისეთი ისტორია, სადაც რაღაც მოხდება გადაკვეთა მათ შორის, ერთი ესეთი ცდა
ოღონდ ესთეტიკური პოზიცია, ესთეტიკური თეოლოგიის პოზიციიდან აქვს მე-20 საუკუნის ალბათ ერთ-ერთ უდიდეს თეოლოგს, კათოლიკე თეოლოგს, გერმანულენოვანს, შვეიცარიელი იყო ჰანს ურს ფონ ბალთაზარი, რომელსაც ეკუთვნის ესეთი წიგნი, Herrlichkeit, შვიდტომეულია. Herrlichkeit გერმანულად ეს უშუალოდ არ ითარგმნება არც ერთ ენაზე, მაგრამ ინგლისურად თარგმნიან როგორც Glory of God. და რუსულად თარგმნიან როგორც სლავა გასპოდნია. ნუ ერთ პრინციპში სწორი თარგმანია. ქართულად დიდება უფლისა იმდენად ზოგადია, რომ არ იძლევა ამ წარმოდი. ნუ კიდე მოვიფიქრებ, მაგას რო შეიძლება. 7 ტომისგან შედგება. ჩვენთვის საინტერესო ეხლა ამჟამად არის მესამე ტომი, რომელიც ეხება საერო სტილებს. სტილი ლიტერატურული გაგებით. 7 ავტორია. 7 ავტორს ეძღვნება ეს წიგნი. პირველი არის დანტე, მეორე არის იოანე ჯურისა, წმინდა იოანე ჯურისა, მე-16 საუკუნის მისტიკოსი, ეკლესიის მამა, კათოლიკე ეკლესიის. იმიტომ რომ გაყოფის შემდეგი პერიოდია, უდიდესი მისტიკოსი ხუან დე ლა კრუსი, ესპანურად, ანუ ქართულად რადგან წმინდა იოანე ჯურისა. რომელიც იყო უდიდესი პოეტი, ესპანური პოეზიის უდიდესი წარმოადგენელია და ამავე დროს უდიდესი მისტიკოს თეოლოგი. მისტიკური თეოლოგის, ანუ წერდა მისტიკურ ლექსებს და მე იძლეოდა კომენტარებს. რაღაცა მსგავსი აქვს ჩვენ გურამიშვილს, რომელიც ჯერ რაღაც ვიზიონი აქვს და მე ახსნა აი და მაგრამ თუ გურამიშვილს ყველაფერი ლექსად აქვს, ეს ხუან დე ლა კრუსი აქ ნუ სამი ყველაზე მთავარი ნაშრომი ეს არის აღმასრულება კარმელის მთაზე. სულიერი სიმღერები და სულის ბნელი ღამე. ეს არის სულის ბნელი, აი ზუსტად ამის მისტიკოსი და მთელი მთავარი იმპულსი მან მიიღო ჩვენი აღმოსავლელი ავტორისაგან, რომლის ვინაობა არ ვიცით. მე-6 საუკუნეებია. ის მისტიკოსი, ვინც დგას დიონისე არეოპაგელის სახელის უკან. და რომელმაც დაგვიტოვა 5 ტრაქტატი და 9 წერილი. და სადაც არის სწორედ პირველად ეს არტიკულირებული აპოპატიკური თეოლოგია, ნეგატიური თეოლოგია და ბნელი ღამის წინავი ღრუბლის ბნელი ღამის მისტიკა. მესამე ავტორი არის პასკალი, ისე უბრუნდები იმას რა ქვია. ჰანს ურს ბალთაზარის ამ წიგნს Herrlichkeit. მეოთხე ავტორი არის ჰამანი. ეს არის ერთადერთი არაკათოლიკე ავტორი ამ წიგნში, გერმანელი პროტესტანტი, ოღონდ რომელიც ძალიან მიუახლოვდა მისტიციზმს. ეს ისე გეუბნებით, ეს არის მისი აზრით ის ავტორები, რომლებმაც არა მარტო შექმნეს დიდი ლიტერატურული ტექსტი, არამედ მოახდინეს რეფლექსირება მშვენიერების თეოლოგიური პოზიციიდან. მეხუთე ავტორი არის ვლადიმერ სოლოვიოვი, რუსი ფილოსოფოსი, პოეტი, მისტიკოსი, რომელიც რაღაც მომენტში შეუერთდა კათოლიკე ეკლესიას. მე-6 ავტორი არის ინგლისელი, იეზუიტი, ასევე კონვერტიტი ჯერალდ მენლი ჰოპკინსი, რომელიც ამავე დროს არის დიდი ინგლისელი პოეტი და ინგლისური პოეზიის რეფორმატორი, რომელსაც ინგლისურ ენაში შემოიტანა ტონური პროსოდია რევოლუციონერი პოეტური ენის. რომან იაკობსონს მიაჩნდა, რომ ეს არის ერთ-ერთი უდიდესი მოვლენა ჰოლდერლენთან ერთად პროსოდიის თვალსაზრისით და არა მარტო. და ბოლო ავტორი არის შარლ პეკი, გენიალური ფრანგი პოეტი, დრამატურგი, პოეტური დრამატურგია, ანუ მას ეკუთვნის რამდენიმე შედევრი დრამატურგი, ასევე გენიალური პოეტი. მაგალითად მისი ნოტრ-დამის მედიტაციები, პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის ჭრეტითი ლოცვები პარიზის. ქართულად ესე უნდა გადმოთარგმნო. პარიზის ღვთისმშობლის ტაძრისეული ჭრეტითი ლოცვები. აი 7 ავტორია.
მე ეხლა უნდა გითხრათ, რომ აი დანარჩენი 5 ლექცია თუ პირველი 4 ლექცია იყო თემატური და რაღაც გარკვეული კუმულაციას გულისხმობდა ვილაპარაკეთ პოეტი და პოეზია ანტიკორობაში პოეტი და პოეზია შუა საუკუნეებში მეოთხე ჟანრული თავისებურებები და ლირიკის გენეზისი და მეოთხე თანამედროვე ლირიკის გენეზისი, ხო? ჩვენ აი ეს 5 ლექცია იქნება აბსოლუტურად ვარიაციული. ანუ აი დაახლოებით ეს სახე იქნება, ანუ შეჯამება იქნება სულ ბოლოს მეხუთეში. ანუ ჩვენ აქ ვლაპარაკობთ ამ 150 წელიწადზე, როგორც ერთთვლიანობაზე. 1000 წელი ვითარცა ერთი დღე და ერთი დღე ვითარცა 1000 წელი.